რა ვისაუბროთ იმაზე თუ რა ხდება მსოფლიოში ამ მიმართულებით, ისევ და ისევ ყველას ყურადღების ცენტრში არის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის ვლადიმირ პუტინი არის იმედგაცრუებული. სხვათა შორის ტრამპი ცოტა ხნის წინ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე წარმოდგენილ და შეკრებილ გენერლებსა და მაღალჩინოსნებს შეხვდა, სამხედრო ელიტას მარტივად რომ ვთქვათ და მათთან ისაუბრა ომის საკითხზე და ის ამბობს, რომ იგი დარწმუნებული იყო, რომ ომი დასრულდებოდა, თუმცა პუტინმა მისი იმედები გააცრუა და ცოტა ხნის წინ ის ესაუბრა პუტინს, როგორც ჩანს, სატელეფონო გზით და მას ესეთი რაღაც უთხრა, ეს ომი უნდა დაგესრულებინა რამდენიმე კვირაში, მაგრამ გააგრძელა იგი მაინც ჩემი თხოვნისა და ასე ვთქვათ, ხელისშეწყობის მიუხედავად და მე შენით ვარ იმედგაცრუებული. ამასთან პუტინს ისიც წამოუძახებია, რომ ქაღალდის ვებხვი ხარო, ეს რამდენად სწორად გაიგო პუტინმა და მიიღო ეს საერთოდ სხვა საკითხია, მაგრამ როგორც ჩანს, ტრამპი უკვე ესეთ უშუალო შეურაცხყოფებზეც კი არის გადასული პუტინთან მიმართებით, რომელზედაც რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ ის ძალიან მაგარი ტიპია და მასთან კარგადაც მოგვარდება, რადგან ისინი მეგობრები არიან, თუმცა როგორც ჩანს, ეს მეგობრობა პრინციპში უკვე არის დასრულებული. ასევე ტრამპი იმასაც ამბობს, რომ მას არ მოეწონა მედვედევის განცხადებები, მედვედევს საერთოდ ვერ იტანს ტრამპი და მას ხან სულელს ეძახის, ხან ყეყეჩს და საერთოდაც ისეთ ადამიანს, რომელსაც სიტყვაც კი არ უნდა ეთქმოდეს და იმასაც ამბობს, რომ მას თავი პუტინი გონია და პრეზიდენტი, მაგრამ ის არავინ და არაფერი არ არისო და ხო, და ამ შემთხვევაში ის ეხმიანება მედვედევის აი იმ განცხადებას თავიდან რომ გააკეთა რაღაც ბირთვულ ძალასთან დაკავშირებით, ამაზე საპასუხოდ ტრამპმა ითქვა, რომ მან რუსეთის ახლოს წყლებში გააგზავნა ბირთვული წყალქვეშა ნავები, ანუ პლანეტის ისტორიაში ყველაზე მძლავრი გამანადგურებელი იარაღები და თუ კი კიდევ ექნება რაიმე პრეტენზია მედვედევს სხვანაირ პასუხსაც გავცემო, აი ესეთი რამ უთხრა ტრამპმა. კოორდინატებიც სავარაუდოდ უკვე აკრეფილი ექნებოდათ, მაგრამ ამაზე ცხადია პრეზიდენტი საჯაროდ უბრალოდ ვერ ისაუბრებს. ტრამპის თემას გავყვეთ, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრიდან გამომდინარე ამბები, დონალდ ტრამპმა 30 სექტემბერს, ანუ გუშინ განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას 3-4 დღე აქვს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და დათანხმდეს სამშვიდობო გეგმას, რომელიც უკვე შემუშავებულია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა. მან რეპორტერებს უთხრა, რომ ყველა მხარე შეთანხმებულია, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობდა ისრაელს და პალესტინას და არაბ ლიდერებს მათ შორის და თქვა, რომ ახლა ჯერი არის ჰამასზე. ტრამპმა ასევე თქვა, რომ 3-4 დღე არის მაქსიმალური ვადა, როდესაც ჰამასის პასუხს დაელოდებიან და თუ ეს პასუხი არ იქნება დადებითი, შესაბამისად არ დათანხმდება ჰამასი ამ გეგმაზე, ეს იქნება სამწუხარო დასასრული მათთვის, ესეც არის დონალდ ტრამპის ციტატა. არსებობს თუ არა რაღაც ტიპის სამშვიდობო მოლაპარაკებების რესურსი კიდევ დიპლომატიური გზისა, მიღმა აი ამ შეთანხმებისა და გეგმისა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებმა დადო, ტრამპმა უპასუხა, რომ ძალიან მცირე. ანუ რეალურად ეს არის ბოლო შანსი, რომელსაც ჰამასი მიიღებს. სხვათა შორის 29 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპის და ისრაელის პრემიერ-მინისტრის გამართული შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახმა სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დადო ეს 20 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და როგორც ვიცით არის ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში 3-4 დღე არ გასულა და ახლობით 4-5 ოქტომბერია ალბათ ბოლო დღეები, როცა დაელოდებიან ჰამასის პასუხსაც. კიდევ ერთ საინტერესო საკითხზე უნდა ვისაუბროთ, ეს უკავშირდება ამჯერად სერგეი ლავროვს, ანუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რიგით მეორე კაცს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც როგორც ჩანს, მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს ვერ ეგუება და მას უწოდებს გაყალბებულს და ამასთან დაკავშირებით ის იმასაც ამბობს, რომ რუსეთი არის გაოგნებული იმითი, რაც მოხდა მოლდოვაში, როგორ გააყალბა, როგორც ჩანს ევროკავშირმა და დასავლეთმა იქ არჩევნები, როგორ წაართვა მოლდოվել ხალხს პრორუსული არჩევანი და რამდენად ცუდი აქტორი არის მაია სანდუს პარტია, რომელმაც მოისყიდა ამორჩეველი, იქ ჩაატარა კარუსელები და სხვადასხვა არალეგალური გზები, რასაც თვითონ აკეთებენ ძირითადად, სხვადასხვა არალეგალური გზებით მოიპარა ამორჩეველთა ხმები. ჩვენ ვიცით, რომ მოლდოვაში პროევროპულმა ძალამ გაიმარჯვა, მან მოიპოვა ხმების 50.2% და საკანონმდებლო ორგანოში 101 ადგილიდან დაიკავა 55, შესაბამისად უმრავლესობა არის მათ ხელში, აი ამას რა თქმა უნდა რუსეთი ვერ ეგუება და სხვათა შორის რუსეთი ბოლო დროს აი ესე არის იმედგაცრუებული ყველგან და ყველა რეგიონში სომხეთთან მიმართებითაც ესეთი განცხადება ჰქონდათ, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან, აქაც იგივეს ამბობენ, რაღაცნაირად რუსეთის ბოლო დროინდელი რიტორიკა არის ძირითადად იმედგაცრუება და სამძიმრებით და
იმედი ვიქონიოთ, რომ ასე მოუწევს გაგრძელება მას კიდევ დიდი გაგრძელდება. მიუნხენში გადავინალ სულ, სადაც ტრადიციული ყოველწლიური ლუგის ფესტივალი ოქტობრფესტი მიმდინარეობს, ყოველთვის კარგად ცნობილი და ნაცნობი, თუმცა ოქტობრფესტს მოუწია მთელი დღით გაჩერება, მიზეზი არის უსაფრთხოების ნორმები, ერთ-ერთ შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება იქნა აღმოჩენილი. ამის მიღმა აფეთქებების ხმა და სროლის ხმაც ისმოდა მიმდინარე ფესტივალის განმავლობაში, საუბრობენ, რომ ერთი ადამიანი არის დაღუპული. სპეციალური სამსახურები აცხადებენ, რომ ყველა მიმართულებით მუშაობენ, ანუ განიხილება ნებისმიერ ეს თქვათ საფრთხის სცენარი, თუმცა ამჟამად უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით არანაირი რისკები არ არსებობს. შეეხება თავად აფეთქებას და სროლის ხმას, ეს იყო ერთ-ერთ ოჯახში მიმდინარე კონფლიქტი, რომელსაც შეეწირა კიდევაც ადამიანი, ანუ საცხოვრებელ კორპუსში გაიხსნა ცეცხლი და შესაბამისად ამას ფესტივალზე. არა უშუალოდ ფესტივალზე, ამას კავშირი არ ქონია რაღაც გლობალურ დანაშაულთან. მოკლედ, ამჟამად ყველა შესაძლო სცენარს ვიძიებთ, ეს არის ბოლო განცხადება, რომელიც გააკეთეს, თუმცა ოქტობრფესტის ტერიტორია მათი განცხადებით არის უსაფრთხო, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს ტერიტორია იყო შეზღუდული, დახურული და როგორც ის თუ ახლოს მომავალში განახლდება, ასე ვთქვათ, ოქტობრფესტის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ტრადიციულად გერმანიაში და მეორე ეკონომიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ დიდი შემოსავლები გენერირდება ხოლმე როგორც წესი ამ მათ შორის ტურისტულად ევროპისათვის უნიშნელოვანესი მოვლენაა. მათ შორის ავსტრიელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ხშირად მიდიან იქ და დროს ატარებენ სახალისოდ. მოკლედ, ავსტრია ვახსენე და ავსტრიულ ბანკზე, Raiffeisen ბანკზე უნდა ვისაუბრო, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მაინც არის წარმოდგენილი მიუხედავად სანქციებისა, მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებებისა. აქ საუბარი გვაქვს Raiffeisen Bank Russia-ზე, რომელიც ცდილობს რუსეთიდან გასვლას, მაგრამ თან არ ცდილობს. რიგით მეორე გარიგება ჩაშალა ამ კომპანიამ, ამ შემთხვევაში საუბარი იყო რუსული ინვესტორთა კონსორციუმის მიერ ბანკის გამოსყიდვაზე, საუბარი მაქვს უშუალოდ რუსულ ფილიალზე, რადგანაც ის ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი რუსეთში, სისტემური მნიშვნელობის ბანკია, შესაბამისად იქიდან ესე ადექი და გადი არ მოხდება, რამდენიმე მილიარდის აქტივებს ფლობს იგი და მოკლედ ეს გარიგება კიდევ ერთხელ ჩაშალა. ამ ბანკმა მიზეზად არის მოყვანილი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლა, რადგანაც ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა. თუ კი Raiffeisen ამ ფილიალს გაყიდის, მაშინ ფილიალი გახდება დამოუკიდებელი, შესაბამისად ევროკავშირის მარეგულების წინაშე მას არ მოუწევს პასუხისგება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდობით დოლარის აქტივები, რომლებიც გაეყინათ რუს ოლიგარქებს, რომლებიც იმ ბანკში ინახავდნენ თავიანთ აქტივებს, ამ აქტივებს ისინი გაიტანენ, გააკეჩებენ. თანხებს ეს კი ევროკავშირისათვის წარმოადგენს, რა თქმა უნდა, პრობლემას, ამიტომაც გაჭედილი არის ეს ბანკი ძალიან რთულ ვითარებაში. თავად ბანკის საერთაშორისო შემოსავლების ნახევარი ზოგადად რუსეთზე მოდიოდა, ანუ რუსეთი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი იყო, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, მას მოუწია ბაზარიდან გასვლა, მაგრამ როგორც ვთქვი, ბაზარიდან თვალბოლომდე ვერ გავიდა, აქამდეც კიდევ ერთხელ ჩაიშალა ეს გარიგება, იმ დროს ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა იყო დაინტერესებული ბანკის შეძენით, რაღაც სასაცილო ფასი 2 მილიარდი იყო მაშინ ფასი 2 მილიარდად ასეთ ბანკს ადიშოვი პლანეტაზე, მაგრამ ნუ მზად იყო ეს ადამიანი, ეს რამდენიმე თეთრი გადაეგდო ესე, მაგრამ მაშინაც ჩაიშალა ეს გარიგება, იმ დროს ამერიკის მთავრობამ ჩაშალა გარიგება, უბრალოდ არ დაუშვეს ამ აქტივების გადაცემა რუსებისათვის. ნახოთ აქ როგორ გავითარდება მოვლენები, მოკლედ Raiffeisen არის ძალიან რთულ ვითარებაში რუსეთთან კონტექსტში.